წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტი დაამტკიცა. თეა წულუკიანის თქმით, დასკვნა 430 გვერდიანია. მისივე ინფორმაციით კომისიამ 46-ის ხდომა გამართა, გამოგკითხა 139 პირი, გაიმართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონის სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში. წულუკიანის თქმით, დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით ჩადიოდნენ. როგორც მან დღეს კომისიის დასკვნის ხდომაზე განმარტა, დოკუმენტი სექტემბერში გამოქვეყნდება, როცა პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დასკვნას წარადგენენ. წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოადგებათ. ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ ხდომაზე გამოხატა სურვილი, მათი დასკვნა დაიბეჭდოს და წიგნის სახით გამოიცეს, ასევე ითარგმნოს ინგლისურ ენაზე. ეს დასკვნა პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. ეს არის ის დოკუმენტი, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად ასაკისა. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს თუ რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ. ქართული ოცნების პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები წულუკიანის კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნის პროექტ სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ. პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ეს არის რუსეთის დაკვეთით შექმნილი ღალატის კომისია, რომლის წევრებიც დაისჯებიან. ამ კომისიის შექმნის დღიდან ნათელი იყო, რომ ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ ასევე იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია. რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად. ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის. პატიმრობაშია ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში არიან პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ლელო ძლიერის საქართველოს წევრი სალომე სამადაშვილის შეფასებით, თვითგამოცხადებულ პარლამენტში შექმნილი არალეგიტიმური რუსული კომისიის დასკვნას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. მისი თქმით, დადგება დრო და გამოსაძიებელი სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა იქნება. წულუკიანის კომისიას პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად აფასებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ამ კომისიას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი, რომელიც დღეს აცხადებს საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტად, არ ლეგიტიმური, არამედ იმიტომაც, რომ კომისია არის შექმნილი კონსტიტუციის და რეგლამენტის ყველა წესის დარღვევით. ამიტომ არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, რა თქმა უნდა, ამ კომისიის დასკვნას, დადგება დრო და გამოსაძიებელი იქნება სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა, იმიტომ რომ ეს რუსული კომისია არის შექმნილი ერთადერთი მიზნით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის, ასე ვთქვათ, ახალი მძლავრი ინსტრუმენტის შექმნის მიზნით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის დასკვნას ექნება სწორედ ეს დანიშნულება, რომ ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა
შემდგომ შეიზღუდოს და სავარაუდოდ აიგრძალოს საქართველოში, იმიტომ რომ ესეთი არის რუსეთის დავალება. სწორედ იმიტომ რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კომისიას როგორც ლეგიტიმურს, დღეს ჩვენი პარტიის ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რუსული რეჟიმის მიერ არიან გაგზავნილი საპატიმროში. ამ კომისიის თავარი მისია და მიზანი თავიდანვე ცხადი იყო პირველივე ეტაპიდან, ეს იყო პოლიტიკურად დევნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ოპოზიციური პარტიების მიმართ და იცით რომ ამ კომისიამ დაასკვნა რომ თურმე ტერიტორია, ქართული ტერიტორია, რომელიც გახარია დაიცვა მშვიდობიანად, ეს ტერიტორია თურმე ოკუპანტის ყოფილა დღეის მოცემულობით და ეხლა თია წულკიანისგან და ამ კომისიისგან და ზოგადად ქართული ოცნებისგან ჩვენ ყველაფერს ველოდებით. კომისია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებებს უნდა იძიებდეს, მაგრამ გამოიძიებინა უფრო სწორად საბოლოო ჯამში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გიორგი გახარიას 15 წლით ეძავება ჩორჩანას кейსთან დაკავშირებით. ოცნებამ ამ კომისიით რაც გააკეთა, რადგანაც მას ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების საგამოძიებო კომისია დაარქვა და შემდეგ უკვე კომისიაზე სრულმოწმეები არ ვენინა, მათ შორის გახარიას კონტექსტში, ჩორჩანას კონტექსტში და უციმისთან დაკავშირებით. ამით ის გააკეთა მხოლოდ რომ მორალური უპირატესობა დაკარგა ნაციონალურ მოძრაობასთან. წულუკიანის კომისია 8 წევრისგან შედგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ადგილებს ევროპელი სოციალისტებისა და ხალხის ძალის დეპუტატები სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია იკავებენ. ქართული ოცნებიდან კომისიაში არიან თია წულუკიანი, ალექსანდრე ტაბადაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია და თენგი შარმანაშვილი.